წლის კახა შპეტიშვილი ვარკეთილის მერვე განყოფილების პოლიციის უფროს გიორგი მუჯირიშვილს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს. ეს უკვე მორიგი ფაქტი არის მსგავსი ბრალდების. მისი მტკიცებით დაკავებამდე 2 კვირით ადრე პოლიციის მაღალჩინოსანი მისგან თანამშრომლობას და მისი კუთვნილი ავტომობილის გადაცემას ითხოვდა. ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკებზე შპეტიშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. თემაზე ბელა ზაქაიძე მუშაობს და ის განაგზობს. უფრო დაწვრილებით საუბარს ბელა გისმენთ. კახა შპეტიშვილმა დღეს ინტერვიუ მოგცა, სადაც ისაუბრა თუ როგორ ჩაუდო ვარკეთილის მერვე განყოფილების უფროსმა. ნარკოტიკები, როგორც შპეტიშვილმა განაცხადა, ნარკოტიკები ჯერ მის ავტომანქანაში, შემდგომ კი ჯიბეში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკაც, თუმცა ამ ნარკოტიკებისთვის მას ხელი არ დაუდია, შესაბამისად დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამაც მისი თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა. ეს გიორგი მუჯირიშვილი პოლიციის უფროსი დაждდა ჩემ მანქანაში. მაგ მომენტში ჩამიდო კოვრიკის ქვეშ პლანი, როგორც ბოლოს გაიყვა რა. და გადამიყვანა, სადაც დამაკავეს, ხო, ეგრეა კანონში წერია, სადაც მაკავეს. დაინახეთ, რომ მუჯირიშვილმა ჩაკიდო? კი, დავინახე, კი, ჯიბეშისაც ჩამიდო, გოლიცმეგეს მოვიდა, ჯიბეში ჩამიდო, წავიდა. და მე დაუდახა თანამშრომლებს. ხო, გამომძებლე მოვიდა 1 საათ ნახევარში შემდეგ რა. უკვე ჯიბეში გორკილები მოკლეზე მედო და ხელი არ მოკიდა, იმიტომ ხელი არ მომკიდა, გადამეგდო ეს ჯიბიდან. უკვე ანაბეჭდები ჩემი იქნებოდა და რაღაც პრობლემა შემექნებოდა ვიცოდი. შპეტიშვილის განცხადებით, მისთვის ნარკოტიკების ჩადებას წინ უძღოდა პოლიციის უფროსის გიორგი მუჯირიშვილის მუქარა. მუჯირიშვილი 2 კვირით ადრე დაემუქრა, რომ თუ კი ავტომანქანას არ გადასცემდა და გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა, მას დააკავებდნენ, წამალს ჩაუდებდნენ, როგორც ადვოკატმა განაცხადა, მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება. იმის შეყვარებულზეც იყო ესეთი მუქარა, ეს გახლავთ მისი შეყვარებული ნინო ლეკვეიშვილი, ყოველფილი მის საქართველო და ამაზეც იყო მანქანასთან ერთად, რომ შენი ასე ვთქვათ შეყვარებულიც ჩემი გახდება. ჩავატარეთ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რაზედაც კვალი არ აღმოჩნდა, კვალი არის საერთოდ გამქრალი. არც კახაბერ შპეტიშვილის კვალი აღმოჩნდა, დარწმუნებული ვიყავით, რომ არც აღმოჩნდებოდა შპეტიშვილის, მაგრამ არც მათი კვალი აღმოჩნდა, ანუ კვალი არის გამქრალი. ფაქტურად უარბისი. კახა შპეტიშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს მისმა ოჯახის წევრებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია ეგრეთ წოდებული მოდულის შენობასთან გამართეს. მათ განაცხადეს, რომ გამოძიებას მტკიცებულებებად მხოლოდ პოლიციელების ჩვენება აქვს და საქმეში სხვა მტკიცებულება არ არის. აი ესეთი წესია ეხლა რომ შეუძლია აი ეხლა მეც რო გავიდე 1 3 4 პოლიციელი დამადგება ჩამიდებს აი ამ ჩანთაში სულ არ სჭირდება არავინ და გამაქანებენ და დამიჭერენ. ძახიან რომ მინისტრი ფარველობს ზემოდან და ძალიან დიდი კრიშა აქვს, იმიტომ რომ არ ხსნიან პასუხს არ თხოვენ. ვის ფარველობს? ვის გიორგი მუჯირიშვილს. შპეტიშვილის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, ისინი არ ადასტურებენ ნარკოტიკების ჩადებას. მიმართავენ შპეტიშვილის ოჯახს, რომ გენერალურ ინსპექციას მიმართონ შესაბამისი განცხადებით, საქმეზე კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ვალდებები პოლიციელის მიმართ თემაზე ბელა ზაქაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.